თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სრულიად საქართველოს წმინდა ილია მარტის საზოგადოების უმთავრესი მიზანი 1991-12 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ იყო და რჩება საქართველოში კანონიერებისა და სამართლიანობის კანონიერი ხელისუფლების აღდგენის აუცილებლობა, რამე თუ მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ საქართველოში ხელოვნურად შექმნილი ყველა პრობლემა გადაიჭრება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოში აღსგება კანონიერი ხელისუფლება. დღევანდელი გადახსახედიდან აშკარაა, რომ უპირველესი და უმტკივნეულო თემა ქართული პოლიტიკისა და საქართველოში უკანონო რეჟიმის მოღვაწეობისა გახლავს შედეგი ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, რამე თუ ექსპერიმენტული პოლიტიკა ედუარდ შევარნაისა და მიხეილ სააკაშვილისა დღემდის უპერსპექტივოდ აბსოლუტური უშედეგობით სრულდება, უпростоრედ შემიძლია ვთქვა, რომ კრემლისეული სცენარით მიმდინარეობს და მიმართულება სწორედ იქეთაა გამახვილებული, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეს, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაირღვეს, რამე თუ ეს პიროვნებები არ ყოფილან და არ შეიძლება იყვნენ საქართველოს და ვერც დარჩებიან საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს პრეზიდენტები. ეს ხალხი იყვნენ და დარჩებიან მსგავსი ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნებისა ანექსირებულ და ოკუპირებულ საქართველოში ხელდასმული კრემლის მიერ. ქართული ხალხის არჩევანთან მათ არაფერი გააჩნიათ საერთო, არავითარი საერთო არ გააჩნიათ საერთაშორისო სამართლით აღიარებულ დემოკრატიულ და სამართლებრივ ნორმებთან, რამე თუ ქართულ პოლიტიკაში საქართველოში 91-12 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ ფიქსირდება მინიმუმ 3 ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი. და საინტერესო და საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ გარკვეულ პერიოდში ამ პროცესებს ხელს უწყობდა შევარნაძე და უკანასკნელ პერიოდში თავისთავად ცხადია, ამის მრავალი მაგალითი არსებობს, მიხეილ სააკაშვილმაც მრავალგზის დაასაბუთა თავისი ქმედებებით საქართველოში ეგრეთ წოდებული 3 პრეზიდენტის არსებობა, რამე თუ ეს უკვე ისტორიულად და დოკუმენტურად დასაბუთებული ფაქტები გახლავთ, მისი ხელისუფლების, მისი რეჟიმის ხელშეწყობით ხელდასმული ბაგაფში ეგრეთ წოდებულ აფხაზეთის პრეზიდენტად და სანაკოევისა და კოკოიტის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისა. თავისთავად ცხადია, როდესაც ჩვენ საუბრობთ საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღდგენის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოებრიობის აღდგენის უპირველესი საფუძველი გახლავთ რეფერენდუმი და 91 წლის კანონიერი ხელისუფლების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები მყარ საფუძველს იძლევა საქართველოს სახელმწიფოებრივი მომავლისათვის. განვითარებისათვის. საქართველოს სახელმწიფოებრიობის მყარი საფუძველი გახლავთ რეფერენდუმი, რამე თუ იგი ჩატარებულია საქართველოს სრულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მონაწილეობით და სწორედ ეს გახდათ რეფერენდუმის შედეგები გახდათ უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული 91 წლის 9 აპრილის დადგენილება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით. რამდენიც არ უნდა იდაონ, რამდენიც არ უნდა იკამათონ, ჩვენ მრავალგზის გვაქვს ამ თემატიკის ირგვლივ გაკეთებული განცხადებები, ფაქტი ფაქტად რჩება, რამე თუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა კრემლსაც კი კრემლის ხელისუფლებასაც კი აღიარებინა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რამე თუ თქვენ კარგად მოგეხსენებათ ელცინსა და ბატონი ზვიადგამსახურდიას შეხვედრის შედეგები დაბა ყაზბეგში დღემდის ფაქტობრივი ხელისუფლების მხრიდან აქილევსის ქუსლად გახლავთ, რამე თუ ეს ხალხი, ეს ხელისუფლება სამართალ მემკვიდრეა კრიმინალური რეჟიმისა, სახელმწიფო გადატრიალებისა, დაგომისის ხელშეკრულება გახლავთ, მათი უპირველესი საფუძველი და სამართლებრივი საფუძველი, როცა საქართველოს ურთიერთობების ირგვლივ და ერთადერთი, რაც მათი დამსახურებით მოხდა საქართველოში, ეს გახლავთ დღემდის საქართველოს SNG-ს ეგრეთ წოდებული SNG-ს წევრობა. დამოუკიდებელ თანამეგობრობის წევრობა. უნდა ვიცოდეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის უპირველესი საფუძველი გახლავთ საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღდგენა და ამ იდეის ირგვლივ ბრძოლა მიმაჩნია, ამ იდეის ირგვლივ გაერთიანება მიმაჩნია თითოეული ქართველი
პოლიტიკური სპექტრის უპირველეს საზრუნავად. თუ ისინი გახლდან ბრძანდებიან პოლიტიკური სპექტრი. მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დავაკონკრეტოს. საქართველოში ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში დაახლოებით 3 ასეული პარტია და პოლიტიკური ორგანიზაციაა დაფიქსირებული, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ეგრეთ წოდებული არჩევნების დროს გააქტიურდებიან, მიიღებენ დაფინანსებას არსებული რეჟიმისაგან და შემდგომ ხრებიან პოლიტიკური ასპარეზიდან. ვერ იპოვით დღეს საქართველოში ვერცერთ პოლიტიკურ ძალას, ვერცერთ პოლიტიკურ ფიგურას, რომელსაც შეიძლება პოლიტიკური ფიგურა დაარქვათ, ან პრეტენზია ჰქონდეთ პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკაში, რამე თუ მათ პოლიტიკური განცხადებები კი ამ წლების განმავლობაში არ გაუკეთებიათ. ერთადერთი, რაზეც შეიძლება ვიმჯელოთ, ვიდავოთ, არის ის, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა ვერ ეგუებოდა და არ ეგუება საქართველოში უკანონო ხელისუფლების არსებობას. ქართველმა ხალხმა ძალზე კარგად შეიგნო და იცის, რომ პერსპექტივა სამომავლისო არსებული რეჟიმის პირობებში მათ არ გააჩნიათ და დღევანდელი ჩვენი უმთავრესი მიმართულება სწორედ ამ მიზნისკენაა გამახვილებული, რომ ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და საზოგადოების მოთხოვნა უნდა წამოვიდეს საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის. მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობისა ეს უპირველესი გარანტია იქნება საქართველოში კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ბრძოლის გზაზე ჩვენ დღემდის მარტონი ვიყავით და ალბათ ბევრი და დიდი იმედები არც უნდა გქონდეს არავისი და საკუთარ თავის იმედის გარდა ამ ბრძოლაში მაინც შემიძლია დანამდვილებით და დარწმუნებით მოგახსენოთ, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ შევძლებთ ქართველი ერის საქართველოს მოსახლეობის ფეხზე დაყენებას და იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ძალისხმევაც იქნება სწორედ ფოკუსირებული იმ მიმართულებით, რაც საქართველოს ხსნის ერთადერთ გარანტიად გვეჩვენება საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღდგენით. დასრულდება ჩვენი ეს უმძიმესი ბრძოლა და მავანსა და მავანს გარკვეულ პიროვნებებს მოსწონთ თუ არ მოსწონთ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების პირველი პირები, ეს მათი პრობლემა გახლავთ და ეს არ არის მთავარი, რამე თუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია გახდათ პოზიციისა და ოპოზიციის პრეზიდენტი, ის ყველას პრეზიდენტი გახდათ, სრულიად საქართველოს პრეზიდენტი გახდათ, ასევე იყო და არის ბატონი ბესარიონ გუგუშვილი საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი პრემიერ-მინისტრი, ასევე გახლავთ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, რამე თუ უზენაესი საბჭო იურისდიქცია ვრცელდებოდა საქართველოს სრულ ტერიტორიაზე და ამის შეცვლა ამის შეცვლის უფლება და იურიდიული უფლება არ გააჩნია არავის, რამე თუ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების მოღვაწეობა აღიარებულია საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე ცივილიზებული მსოფლიოს მიერ. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და აღნიშნავ, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოში ვრცელდება ძალიან უბრალოდ მიმდინარეობს ძალიან აქტიური მოღვაწეობა ეგრეთ წოდებული უზენაესი საბჭოს იმ წევრებისა, რომლებმაც საქართველოში აბსოლუტური დისკრედიტაცია განიცადეს ქართული ხალხის წინაშე, მათ ყოველთვის ავიწყდებოდათ საკუთარი უფლებები და მოვალეობები და მხოლოდ ამოფარებული იყვნენ კანონიერი ხელისუფლების სახელს და მათი მხრიდან გააქტიურების მცდელობა ამ უკანასკნელ პერიოდში ჩვენთვის ნათელია მათი მიზანი, რამე თუ მხოლოდ არსებული რეჟიმის დაკანონების მცდელობასთან გვაქვს საქმე და სულ მალე დაინახავს ამას კაცობრიობა, ცივილიზებული მსოფლიო, რომ მათი ეს ახალი შემოტევაც კრახით დასრულდება, რამე თუ მათ არავითარი საფუძველი არ გააჩნიათ საქართველოში კანონიერი ხელისუფლების სახელით ისაუბროთ. იმდენად ოდიოზური გახლავთ მრავალი პიროვნება, გაერთიანებული ეგრეთ წოდებული უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებისა, კრებული იმდენად ოდიოზური გახლავთ, იმდენად უსამართლო გახლავთ, იმდენად არაიურიდიული გახლავთ მათი შეკრებები, რამე თუ მათ უფლებებიც კი არ იციან, მოვალეობებზე აღარ გვაქვს საუბარი, რისი უფლება გააჩნია უზენაესი საბჭოს წევრს და რისი გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ მათ დღევანდელ პირობებში. დაუკვირდეს ყველა და ვთხოვდი ყველა უზენაესი საბჭოს წევრს, ვინც სulis თავს კანონიერი ხელისუფლების უზენაესი საბჭოს წარმომადგენლად, დაგმონ ყოველგვარი მცდელობა
არაკანონიერი, უკანონო, უზენაესი საბჭოს შეკრებისა და რაიმე ფალსიფიცირებული გადაწყვეტილების მიღებისა. რამე თუ უახლოეს მომავალში სიმართლე კანონიერება თავისას საქმეს იტყვის და ყველას თავისი ადგილი მიეჩინება ქართულ ისტორიაში, საქართველოს მომავალ ისტორიაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ მათ გასაგონად, ვისაც არ სურს და ვისაც არ უნდა გაიგოს უზენაესი საბჭოს ფუნქციისა და იურიდიული უფლებამოსილების შესახებ. უზენაესი საბჭო უფლებამოსილია მაშინ, როდესაც შეიკრიბება პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით ან უზენაესი საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით quorum-ი მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლა სჭირდება რევიზირება პრეზიდენტისა, საქართველოს რესპუბლიკის პირველი პირისა კანონის ძალა რომ მიიღოს ამ გადაწყვეტილებამ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კი პრეზიდენტი ბატონი გამსახურდია აღარ არის ცოცხალი, უზენაესი საბჭოს ფუნქცია იწურება და უნდა ახსოვდეთ მათ, რომ ისინი არიან გვალიმაგიდის სახელით გასული დეპუტატები და მათი უფლებამოსილებებით ავალდებულებს მათ გვალიმაგიდის პოლიტიკურ ორგანიზაციასთან მიიღონ შეთანხმებით, მიიღონ გადაწყვეტილებები. ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება პიროვნულიდან მათ მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შეუთანხმებლად ჩაითვლება მათი მხრიდან ღალატის სტოლბასად და საქართველოს მოსახლეობას, ქართულ ხალხს ეცნობება ყოველივე ამის შესახებ. აქვე დასასრულს რამდენიმე სიტყვით ვიტყოდი იმ ფაქტის შესახებ, რომ დევნილი კანონიერი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრს ექნება უკვე ინფორმაცია იმ ერთ-ერთი დეპუტატის შესახებ, რომელსაც ხელის მოწერისას კი შეეშინდა საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღდგენის ოფიციალურ დოკუმენტზე. ასეთი ხალხი ბრძანდებიან დეპუტატები და სამწუხაროა ის ფაქტით, რომ ეს დეპუტატის გახლავთ წმინდა ილია მართლის საზოგადოების სიით გასული და მან იმდენიც არის ის, რომ წმინდა ილია მართლის საზოგადოებას შეუძლია მისი უფლებამოსილება შეაჩეროს კანონიერი გზით.